რომელია შენ წიგნში ყველაზე უსამართლო მომენტი? ყველაზე უსამართლო მომენტი არის ჩემი აზრით დემნა უფლისწულის დასჯა. აი შეხედეთ, მოდი მარი მოიტანე. თვალები დასთხარა, დაასაჭურისა და ბოლოს ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალა რა. გაგიჟდა. აი ეს გაუკეთა თავისმა ბიძამ. ეს არც ქრისტიანობაში არ ჩდება და არც კაცობაში და არაფერში. თან მით უმეტეს ასე ამბობენ, რომ გალავნიდან თოკით გადავიდა და მივიდა თავის ბიძასთან და შენდობას თხოვაო რა. კი, მესმის რომ მარიონეტად იყო ქცეული, თავისი მამრი ორბელები აკეთ-იქით ათამაშებდნენ და მათ ააჯანყეს. ეს ხომ იცოდა გიორგი მესამე. ამიტომ უნდა დაენდო რა. და მოდი, აბა კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრი. ეკუთვნოდა თუ არა დემნას ტახტი სინამდვილეში. ეხლა ის სხვა საკითხი არის, როგორი მეფე იქნებოდა და მასზე იმოქმედებდა თუ არა ეს ზედაფენა ორბელები და სხვა დიდებულები, მაგრამ როგორც მონარქიული სისტემა და წესი ისე განვიხილოთ, აბა. გიორგი მესამე ძალიან ძლიერი მეფე იყო, კაცრი მეფე იყო. ბევრი ბრძოლაც მოიგო რეგიონში და საქართველოს პრესტიჟი შეინახა და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანად დატოვა რეგიონში. მაგრამ აი ამ სიტუაციაში მე არასწორად მიმაჩნია. თქვენი აზრი დაწერეთ კომენტარებში და თან შევუკვეთეთ ეს წიგნიც.